ბარო ბანდა აშვებით. ახლა დავადელივერე ფლორიდაში. ტვირთი, პროსტა ისეთი ფლორიდაა რა, ბანძი. ზემოთ არის, ჯორჯიასთან, საზღვართან. 9 საათი და ახლა მიდივარ ტვირთის სასაღებად, რომელიც არის ჯორჯიაში. 9 საათის გზაზე არის. ტვირთი მიდის მიჩიგანში 1000 მილი არის. და უეჭველი ხვალ უნდა ჩავიტანო. იმიტომ რომ ხვალ რაღაცა კაი ტვირთს გააზრობს და ვაზე 1000 მილი ახლა პატარა საქმე არ არის, მაგრამ ნუ კაი ბიჭებისთვის არის. Короче, მივალ ახლა ტვირთს ავიღებ 11-მდე არის. ახლა ჯერ დილის 9 საათი არის. და დავიძრები. ტვირთსაც გადავიღებ. ვაფშე არ ვიცი რა ტვირთია, მაგრამ commodity crates. Crates არის მე მგონი ყუთები.აფერზე საინტერესო. მაგრამ ნუ გამაიც გადავიღებ. ყუთებია რა, რაღაცა ხის ყუთებს დამიდებენ უეჭველს, რაღაცას სტრეპებს დავარტყა და დავეშვებ. просто ახლა დიდი ხანი არ მალოდინონ თავარი ეგ არის, იმიტომ რომ 1000 მილს ერთი 15 საათი მინიმუმ უნდა და პლუს 1-2 საათის დაამატე საცობი, პლუს 1 საათი დაამატე ჭამა და დიზელი. ნუ 1-3 საათი უნდა იანგარიშო, პლუს 18 საათი. ეხლა არის 9. თქვათ მივედი 15 წუთზე. ტვირთი ავიღე, მაგათად, აი ყველაზე კაი ვარიანტი 11 დავიძარი. 12 დილის 6-ზე ჩავალ, ბიჭო. ოკეი. ნახოთ რა თუ არ დავიგიდებ და 2 დღეზე გადავანაწილებ რა. ნახოთ, კაროჩი ნახოთ. დავაი. აი აქ არის სამი. Shipping and receiving. Truck deliverers must check in with shipping office prior to loading. მე სად არის? ახლა გავასწავლეს ოფისი რა. აი კომიტიოს რაღაცა და დაგიდებენო. აი მაგაზა. Crates, ყუთები არ არის. აი ხონა გავაჩერე შუაში. ესეთი რკინებია რა. სტრეპები დავაბავ ალბათ კი არა სტრეპები დავაბავ. ამან ცოტა ბევრს გავუკეთე, იმიტომ რომ რკინებია და ალბათ მძიმე არის. კაი ის არის რომ მალე დავიტვირთები და დავაშვები. კაროჩე 10-ზე რომ დავიძრა. просто ატლანტა და რაღაცები უნდა გავიარო შუა დღით, აი ისეთი სასწაულებია ეს. არ ვიცი რა, კაროჩე. მან ხვალ უნდა ჩავიტანო. არსებს. იმიტომ ხვალ ჩავიტან. მე რაღაცა კაი ტვირთს მომცემს, რომელსაც ჩავიტან პარასკევს და ნორმალური კვირა გამოვა. აი დავედი ხა დავაბავ დამტვირთავენ. Read confirmation-ში crates ეწერა. რკინებია მოგვატყუეს. ახლა მინდა თან ტვირთს დავაბავ. თან მოგიყვებით როგორ ჩამოვედით ამერიკაში. რაღაცნაირად სრულდებაო, ხო იცი. რაღაცნაირად მთელი ცხოვრება მე და ეთიმ ჩემ მეუღლემ
ვიცოდით რომ ამერიკაში როდესმე წამოვიდოდით. აი არ ვიცი. რაღაცნაირად მჯეროდა ამის რა, იმიტომ რომ ეს ბებია ცხოვრობდა ამერიკაში. და თითქოს რაღაცნაირი განცდა მქონდა რომ ჩვენს როდესმე წამოვიდოდით. და მოკლედ სეირნობდით რაღაც მივდიოდით. მე ჩემი მეუღლე და ელენიკა უკან გვიჯდა მანქანაში. ამდროს დაგვირეკა ეთის დედამთეამ. მთავრდებაო green card-ის შევსების პროცესია და გეცადათ რა კარგავთ. ჩვენს ვაფშე არ ქონდა, აი იმ დროს რომ მართლა აი რამე ნებისმიერი საქმე მქონდა და აი ყველა არ არსებობდა, აი უეჭველი არც კი შეუხსებთ, აი არც კი ვიფიქრებთ. ეგრე ხო ხა იმდენად არარეალურად გამოიყურება ხო ხა green card-ის მოგიყვა. და მოკლედ მქონდა დრო და მეთქი რავი წამო ბაზარი არა. ავედით, ფოტოები გადავიღეთ იქვე. არ მახსოვს რაღაცა ის რა ქვია აი ფანტომა. ფოტოები გადავიღეთ და წავედით სახში. ელენეს ფოტო, ისეთი საყვარელი ფოტო იყო რა. ეთი უეჭველი მოვიგეთ, აი აგერ ნახეო. ისეთი საყვარელი ფოტოა. ელენეს ფოტოს რო ნახავ, როგორ არ უნდა მოგხსენო. რავი, აღარ მახსოვს, მე მგონი მარტში მოწმდება. თუ რასაც რამდენი თვე გავიდა მოკლედ და მე აი მე სავეჩი არც კი მახსოვდა, აი ვაფშე აი არანაირი იმის ანუ არც კი მახსოვდა, აი შემოწმების დღეს. ეთის ან ვინმეს რო ეთქვა, რომ კარგი ხაო. ასლას მოგცენ და არ შემოწმო. აი დედას მიწავა რა შემოწმო. იმას მოგაგებინებს ტიპი უფრო ვარ ვიდრე ვაზე ხარა. პირველივე დღესვე როგორც კი დაიდო პასუხები. იმ დღესვე ეთის უნდა და შემოწმება რა. დაანჭედავს ხოლმე მაგ დღეს. აი ეს რა ქვია. ეგ საიტ. მე კი დაიკიდე, მე ხო რა გადავა. ხვალ ნახე მე სად წავავე. არა, ხო რა გადავა რა, ხო. რამათვენებს ხვალამდე და კარგი ვერ შემოწმე, იმიტომ რომ ძალიან ჭედავდა. ბოლო კარგი დილა გათენდა მეორე დღეს და ეგრევე გახუზებული არ არის. ეგრევე ტელეფონი დაისხა მეთქი, აი რამე კიდე მაგას წურავ მეთქი. რევით გჯერა თქო. მე კარგი გავედიოთ ახლა, ნუ იქიდან მეძახსა თან როგორ არის იცი რო ავსებ ცოლქმარი. ორისას ავსებ, ანუ მე ჩემი ცოლიდაშვილით და ჩემი მეუღლე თავისი ქმარიც და შვილი. ანუ ორ მაგი შანსი გაქვს რომ მოიგო რა. ხო და თავისი შეამოწმა და მე ვერ მოვიგეო. მეთქი აღარ გეკონა ყველა და გაერთვაპოს და ჩემს მასთან დავჭით იმ დღეს. და შეძე და ეხა შენსაც შევამოწმა. აი უცებ როგორი ყვირილის ხომეს იცი ანუ იმენა ის კივის ხო მეთქი რა ხდება ჩემი მოიგეო თავიდან დიდად არ გამიხარდა და არც ჯეროდა მეთქი აი რავი მართლა არ ჯეროდა 500 რაღაცა ვიყავით ანუ ნომერიც ძალიან კაი გაიჩნდა რა ანუ ევროპის მასშტაბით 500 რაღაცა ვიყავით ერთი თვე გავიდა რა ხო და ნუ ასთან ხა ვაწყოთ გეგმებს და გადავწყვეტეთ რომ მოვდივართ. მაგრამ ვიცი რომ ძალიან დიდი პროცესია რა, ეხა კოვიდის პერიოდი იყო თან. ვიცოდი წინა წელს რაღაცა პრობლემები შეექმნათ ტიპებს. და კარჩე თად დიდი მედებს არ ვამყარებ, იმიტომ რომ თუ ვერ წამოვედი, აი ხა მე ცხოვრება გამიჭირდებოდა სოეში. კარჩე რამოდენიმე ხნის მერე მოვიდა იმეილზე მოთხოვნა რომ დაასკანერეთო თქვენი მონაცემები. ანუ პასპორტი, დაბადების ამკარში ყველაფერი, აი თავიდან ბოლომდე გამოწმებენ, აი ყველაფერს გიმოწმებენ. ხოდა მოკლედ სკანერების მოთხოვნა რომ მოვიდა, მანდ მივხვდი რომ უეჭველი და ძალიან გამიხარდა. აი მან გამიხარდა, აი არაფერი ისე რომ ხარებია, რაც სკანერების მოთხოვნა. და მოკლედ ძალიან ბევრი მინუსიც აქვს. ანუ აი მოკლედ საქართველოში ნორმალურად ცხოვრობდი რა, არქიტექტორი ვიყავი, სახლი გქონდა.
ჩემში მუშაობდი, ერთის მუშაობდა სტომატოლოგი იყო. ანუ ყველაფერი რიგზია, ხოლმე. და უცებ თელ შენ ცხოვრება იცვლება. აი ვაფშე ყველაფერი გეცვლება, დამეძინე. ანუ მაგამდე არ მქონდა ნაფიქრი რა, მაგ ყველაფერს. და თან გადაეწყო, ხო? აი ვაფშე ყველაფერი მიდიხარ, ნახე, ანუ სხვაგან მიდიხარ საცხოვრებლად. და მოკლედ მქონდა რაღაც გეგმები რა, ჩემი საპროექტო მინდოდა და მე ჩალიცა ან რაღაცა გეგმები მქონდა. რასაც ვერ ვშვებოდი, იმიტომ რომ ეხა აქ რაღაც თემა დავიწყო საქართველოში, უცებ თუ იასნად გაიასნდა რომ მივდივართ, მაშინ არაფერი აზრი არ აქვს. რა აზრი აქვს მაშინ რამის დაწყებას. პროსტა მაქს კანების მერე კი გავაგზავნეთ ყველაფერი, მაგრამ მაინც არ ხარ რა დარწმუნებული რომ მიდიხარ. იმიტომ რომ criminal records გიმოწმებენ, რაღაცა სკოლის ატესტაციას გიმოწმებენ და რავი ბაღი როგორ დავთავებული რეკორდი გიმოწმებენ და აი კარჩე ყველაფერს გიმოწმებენ. თან გეუბნებიან რომ ანუ უეჭველი არ მოდიხარ ჯიგა რომ მოიცადე. ჯანმრთელობას გიმოწმებენ ხა ხოლმე ხა კი ჯანმრთელი ვარ, მაგრამ რამე რო აღმოგიშდეს ან შენ ან მეუღლეს ან ბავშვს უარს გეტყვია ხვდები და რისკი არის იმის რომ ვერ წახვიდე. ანუ მთელი ერთი წელი კაროჩე ტიპებს ველოდეთ, აი ხან სკანი გადააგზავნე, ხან იმის დასტური, ხან ის გადათარგმნე, ხან ის იმას კენი, მე იქ წადი ციტოში თუ რაღაცა ის იყო კლინიკა, იქ გადაემოწმე. კაროჩე ძალიან დიდი პროცესი იყო რა. ერთი წელი დავკარგეთ იმაში რომ რაღაც თემები გვეგვარებინა რა. კი ხა იმ წელს დიდ ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. ალბათ, მაგრამ რაღაც გეგმები მქონდა, ხვდები, კარიერულ წინსვლის ამბავში, მაგრამ ვერაფერს ვერ იზამო, იმიტომ რომ ხა რამე გადაწყვეტო, რამე გააკეთო, რაღაცა იჩალიჩო, უცებ მიდიხარ. ხოლმე ხა რას აკეთებ? ვერაფერს ვერ აკეთებ. კარჩე ფურცლები მომიტანა და იქით გაგრძელა და ისო დაბმაო. ეხა სერიოზული მისია გვაქვს ბრატი. ეს ხო არის? ეს ხო არის 1000 მილი. 1000 მილი უნდა გავიარო ყველამდე. ხვალ უნდა ავიღო. ერთი, რომელიც მიდის ვაშინგტონში. ვაშინგტონში არის როგორი თორები ისი პიზდესია ყველა. უეჭველი ჩეინები და ასე ის. მომიწევს. და 2400 მილი არის პარასკევამდე. დედასოდია, აიცი რა. გია ბებე. კარჩე. ეგ თუ ჩავიტანე, მენა ავიღოთ. რეკორდს მოხს, იმიტომ რომ ეხლა ძალიან ცუდი სიტუაცია. ყველგან. მაგრამ მე ვასწრება გამოწვევები. კარჩე, ეს კვირა იქნება 1500 ჩამოვიტანე ფლორიდა, ეხლა 1000 წავიღებ. ეგ 2500 და 2500 პლუს 2500 პლუს 2500, ეგ არის 5000. მოკლედ არ დამთავრებია, ხო? გრინკარტის ამბავი. კარჩე, სკანები, რაღაცა ისენი რა ქვია, სკოლის ატესტატები, უნივერსიტეტის დიპლომა, კარჩე, ვაფშე ყველაფერი გადაგვიმოწეს. მე მოგთხოვეს ჯანმრთელობის გადამოწმება. ანუ კარჩე პრობლემა იყო რა ქვია იმ დაავადებას ფილტრებზე რო აქვთ. არ მასწავს. რა ქვია ბიჭო? კარჩე არ მასწავს. რაღაცა დაავადებაზე იყო თავარი ამბავი. რაღაც არ უნდა ქონოდა. და ხო რაღაცა სიგიჟეს დაავადებები არ უნდა ქონოდა რა. ყველაზე რთული მომენტი იყო.
ელენის რო ავღეს სისხლის ანალიზია. აი მაგაზე მტკივნეული და მაგაზე რთული ამბავი. მე ცხოვრებაში არ მქონია რა. ასე და ისეთიო და თან დენის სისხლი ავღო შუბელძავა მე კი ეყოფა შენ დედა შევეც. ვეცრავად. მაგად რთული პერიოდები გავიარეთ და ეხაც რთულს გავდივართ. ოღონდ ბედნიერად. არ არის აქ მარტივი, არც მუშაობა, არაფერზე მუშაობა არ არის აქ მარტივი, მართლა. ანუ ხა მასა გამოცდილება გაქვთ უკვე. მე გიმარტივდება რა. მაგრამ ხა ცხოვრება გამაზე მუშაობას არ ვაპირებ. ბევრი აღარ დამჩა რა, ალბათ წელს ერთი წელი რა. ერთი წელი მაქსიმუმ და всё. ან თუ YouTube-ზე ბევრი subscriber-ი მეყოლება და საკე სამსახური გამეშიშება, მაშინ დავჩები. და დასubscribe-ეთ. Короче, გამიწოდე, აი ტუსი გააძრო. ევასება, ხო ის აი გიჟივით რომ უნდა იარო. თან 20,000-ია წონა. ანუ იდეალური წონა არის. იცი რა. მე მგონი ესე უფრო მომწონს. ანუ ხდება რა. რა უნდა სხვა უბეროს. აი ნახუი რა. ანუ რა ხდება ვერ გავიგე. აი მოკლედ აქედან საინტერესო აღარ არის. აი ავედი აბა თავს გავუთხელდით და მინდა გითხრათ რომ ოცნებების გჯეროდით ბაცი. რაღაცნაირად გულის სიღრმეში სულ ოცნებობდი ამერიკაში ცხოვრებას და გაიჩნდა ვაფშე საიდან წარმოდგენაც არ მაქვს დღემდე და იოცნებეთ და უიტყველი აგისრულდებათ. დავაი. Deli 7 საათია ხა. და ძალიან ცივა. კაჩ გუშინ მთელი ღამე ვიარე და 2 საათი მიძინა. მაგრამ აქედან საინტერესო აღარ არის დავედი. ასე თუ მიჩიგანში ჩამოვიტანე ნახე როგორ ცივა. და აქედან დავალ ხატვირს ავიღებ, რომელიც მიდის ვაშინგტონში. ამაზე ვიბეცი აბა.